გამარჯობათ, ჩემო ძვირფასო გამომწერებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის იმ შემთხვევაში, თუ ამ მომენტში თქვენ არ გაქვთ ურთიერთობა თქვენს საყვარელ ადამიანთან, თუ გაურკვეველია ვითარება, არ იცით, რას ფიქრობს თქვენ შესახებ, არ იცით მას სურს თუ არა გააგრძელოს თქვენთან კონტაქტი და ასე შემდეგ. ამ დაგვარი ბუნდოვანი ურთიერთობა თუ გაქვთ, ეს ვიდეო გეხებათ თქვენ. მას ასე იფიქრეთ თქვენს ადამიანზე, ძვირფასებო, წარმოიდგინეთ ვიზუალურად როგორია მისი სახელი იმეორეთ გულში და დავიწყოთ. ნახოთ მაინც რო დავაზუსტოთ, გეხებათ თუ არა თქვენ ეს ვიდეო, თქვენი და მისი სიგნიფიკატორი არკანები ამოვიღოთ. თქვენი სიგნიფიკატორი კარტი და მისი სიგნიფიკატორი. ესე იგი, ის არის, ძვირფასებო თქვენ იცით, რომ მე ყოველთვის ვესაუბრები მდიდრობით სქესს, ყოველთვის გულისხმობ ქალებს, მანდილოსნებს და თქვენ რაღაც, იმ შემთხვევაში თუ მამაკაცი ემატევნებთ თვალყურს, მიასადაგეთ თქვენს მდგომარეობას. თქვენი პარტნიორი, ვინც ჩაიფიქრეთ, ძვირფასო მანდილოსნებო, არის ესეთი ქარიზმატული, ცეცხლოვანი მეფე. ამოვიდა კვერთხების მეფე, გაჩვენებთ. აუცილებელი არ არის ზოდიაქოს დაუკავშიროთ, თუმცა უმრავლესობა თქვენგანთან ეს არის ზოდიაქოთი ვერძი, ლომი ან მშვილდოსანი. მას მზე მთვარე ან ასცენდენტი ყავს ცეცხლის რომელიმე ნიშანში. თუმცა აუცილებელი არ არის, მისი თვისებები არის აქტიურობა სწრაფად აღგზნება ხოლმე, არის იცით როგორი ადამიანი, რომელიც ჩანს ყოველთვის მხიარული, საზოგადოების გული და სული, სადაც ის არის სიტუაცია, ესე იგი არის მხიარული და სასიამოვნო. თქვენთვის პირადად ის არის ენერგიის წყარო და არა მხოლოდ თქვენთვის, ზოგადად ესეთია. თქვენი სიგნიფიკატორი, თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრს მიაღწიეთ, არ გაჩვენებთ იმის გამო, რომ ეს არკანი გამაყურება, ასე ვთქვათ, ტანის სამოსის გარეშე არის აქ მანდილოსანი და შესაბამისად არ გაჩვენებთ ამ არკანს. თქვენ ხართ ულამაზესი, თქვენ ხართ მშვენება, თქვენ ამ ადამიანის გარდა მეც ჩაიფიქრეთ, სხვა უამრავი ადამიანი თვალს გადევნებთ, შესაძლებელია ონლაინ სოციალური ქსელებიდან, თქვენ ისეთი ხართ, რომ შეუძლებელია არ შეგნიშნონ და ასევე თქვენ ცხოვრებაში იწყება ახალი ეტაპი, ახალი ციკლი. დაახლოებით მაინც თუ დაემთხვა ძვირფასებო, განაგრძეთ რა თქმა უნდა ნახვა. ნახოთ ეს თქვენი ქარიზმატული ადამიანი, თქვენი ცეცხლოვანი მეფე, ასე ვთქვათ. რატო გაიგნორებთ და რატო არ გეხმიანებათ? ესე იგი, ძვირფასებო, მას აქვს უდიდესი გრძნობა თქვენს მიმართ, უდიდესი რა გრძნობა აქვს თქვენს მიმართ. შეხედეთ. შეყვარებულია შეიძლება ითქვას თქვენზე და ეს ყველაფერი მას აბნევს, მას აშენებს, აცოფებს, შეიძლება ითქვას. მან რო აღმოაჩინა, რომ თქვენს მიმართ აქვს გრძნობა, ის ცდილობს დააშოშმინოს საკუთარი ემოციები და ცოტა რომ, ასე ვთქვათ, მინელდება მისი ეს ემოცია, შემდეგ ნელა-ნელა ეტაპობრივად შემოგეხმიანოთ, ეს იქნება ძალიან ესეთი ემოციების გარეშე SMS-ი, დავუშვათ რაშვები, როგორ ხარ, მოკითხვა და ასე შემდეგ.
ანუ უკმაყოფილოა იმითი, რომ თქვენს მიმართ იმაზე მეტი ემოცია და გრძნობა აქვს, ვიდრე მას ეს აწყობს ამ ეტაპზე. ამიტომ არ გეხმიანებათ. კარგით. კიდევ რატო არ გეხმიანებათ? მოდი არ დავკმაყოფილდეთ ამ პასუხზე და განვაგრძოთ კიდე, ჩავიკითხოთ. გარდა ამისა, კიდევ რა არის მიზეზი, რომ არ გეხმიანებათ? მას ეხა ის ამოდის ძალიან ბევრ ხალხში, შესაძლებელია მეგობრები, ან ვინმე შესაძლებელია სამსახურიც იყოს, ანუ დაკავებულია ადამიანი რაღაც სამსახურებრივი მოვალეობით, სამსახურებრივი საქმეებით, შესაძლებელია ეს იყოს ნათესაო მეგობრებიც, თუმცა დიდი დოზით მოდის აქ სამსახური და თქვენ იმდენად რაღაცნაირად მას გონებას უბინდავთ თითქოს, რომ ამ მომენტში არ სურს შემოგეხმიანოთ, იმიტომ რომ ეგრევე მას სურს თქვენი ნახვა, თქვენზე რომ გააკეთოს აქცენტი და ამ მომენტში ის არჩევს, რომ ეს გადადოს და ყურადღება, ასე ვთქვათ, მიაქციოს და ყურადღება გადაიტანოს სამსახურზე, ფინანსებზე, მეგობრებზე, ნათესავებზე. რაღაც ცოტა უცნაურს ვერ ვიტყოდი, მაგრამ ცოტა ეგოისტური პერსონაჟია. კარგით. ვნახოთ მისი ფიქრები მაინც, ანუ რატო არ გეხმიანებათ? არა, ის ზოგადად რას ფიქრობს თქვენზე, ანუ თქვენ როგორ ხართ მის გარეშე, მისი აზრით. მისი აზრით, ძირფასება თქვენ ძალიან ბევრი თაყვანისმცემლები გახვევიათ, თქვენ საჩუქრებს გჩუქნიან, ან გიძღვნიან, შესაძლებელია თქვენ ხართ გარემოცვაში, სხვადასხვა მამაკაცების, ასე ვთქვათ, სულ მუდამ აქტიურობაში ხართ, შეიძლება დადიხართ სამოგზაუროთ ან რაღაც შეხვედრებზე, მისი აზრით ძირფასებო არ ვამბობ, რომ რეალობაში ხდება ასე. მას ასე გონია, რომ თქვენ არ ხართ მარტო, თქვენს გარშემო არის ბევრი ადამიანი, რომლებიც ცდილობენ თქვენს მოხიბლას, თუმცა განსაკუთრებულ ყურადღებას თქვენ არავის არ ანიჭებთ. რატომ? იმიტომ რომ ხართ მოლოდინის რეჟიმში და მას რა გონია, ვის ელოდებით, თქვენ მას ელოდებით თუ რაიმე სხვას. თქვენ ელოდებით სტაბილურობას. თქვენ ელოდებით ჭეშმარიტ სიყვარულს, შეხედეთ ძვირფასებო, ეს არის შეყვარებულები, უმაღლესი არკანი. თქვენ ძვირფასებო, ესეც უნდა გაჩვენოთ, ეს არის ხმლების მეფე. თქვენ ელოდებით თქვენს ხმლების მეფეს. ეს არის ადამიანი, რომელიც იყო თქვენს წარსულში, რომელთანაც ახლა არ ურთიერთობთ. შესაძლებელია ვინც ჩაიფიქრეთ, ის არის შესაძლებელია მისი აზრით, თქვენ გყავთ ექს საყვარელი ადამიანი, რომელსაც თქვენ ელოდებით და რომლის გამოც თქვენ არავის არ აქცევთ განსაკუთრებულ ყურადღებას. შესაძლებელია ეს ვიზაც ის ფიქრობს და ვისაც გულისხმობს არის საზღვარგარეთ, ან ყოფილი მეუღლეა თქვენი. ასე მიაჩნია მას, რომ თქვენ მას არა, სხვას ელოდებით, რომელთანაც ახლა დროებით თქვენ არ გაქვთ კავშირი. კარგით, ვნახოთ მაინც ესე ერთი თვის მანძილზე, ვინც ჩაიფიქრეთ ეს ვიდეო, რომ გახსენით, რა ნაბიჯებს გადმოდგამს თქვენთვის, რას გააკეთებს. ძვირფასებო, მას თქვენ მის საკუთრებად მიაჩნიხართ, ამ მომენტში რატომღაც სტაგნაციაშია და არ გეგმავს მოქმედებებს, ის ძალიან ნანობს რაღაცას, თუნდაც იმას, რომ ბევრს ფიქრობს და ამ ფიქრის დროს მიდის რაღაც მომენტები. აი, ამას ძალიან განიცდის, ძალიან ნანობს, ასევე იმას ნანობს, რომ თქვენ არასწორად ფიქრობთ მასზე, მისი აზრით და მოგვიანებით რაღაც ამ თავის ვნებებს რომ გადახარშავს და რაღაც თქვენ ცდუნებად რომ არ წარმოესახებით მას, ეხლა ამ მომენტში თქვენ აღგიქვამთ როგორც ცდუნებას და საცდურს. შემდეგ გადაწყვეტს და პირდაპირ მოვაგნახავთ ან რაღაც შეხვედრაზე შეგითანხმებთ თქვენ. აი ესეთი გეგმები აქვს ახლა.
შევხვდებით მომდევნო ვიდეოში.